ოლიგარქია, პოლიტიკურად აღქმული საქმეები და მედიის მდგომარეობა. ბერლინში დღეს კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლებს უთხრეს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა სწორედ ამ საკვანძო საკითხებზეა დამოკიდებული. გერმანიის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებს, ასევე ანალიტიკოსებს ბუნდესტაგში ფორმულას დირექტორი, მთავარი არხის წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ. საუბარი შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობასა და ფორმულას დამფუძნებლის სამართლებრივ დევნას, სწორედ ხვალ იწყება საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანულმა მხარემ საქართველოში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე წნეხი 2000-იანი წლების რუსეთში განვითარებულ პროცესებს შეადარა. ვრცლად შეფასებებს ბერლინიდან ქეთი ნადიბაიძე გაგვაცნობს. გარემო, რომელიც დემოკრატიისკენ მიწევდა, ახლა მიდის უკუსლით, განაცხადა საქართველოს შესახებ ბუნდესტაგში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა და ბუნდესტაგის რამდენიმე მოწვევის უკვე ყოფილმა დეპუტატმა მარი ლუიზე ბეკიმ, რომელიც საკმაოდ მწვავე განცხადებები და შეფასებები გააკეთა საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების შესახებ, როგორც აღმოჩნდა გერმანიის პოლიტიკურ წრეებში და ასევე პროფესიულ წრეებშიც აქვს საკმარისი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ და ასევე იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშეც ქართული განსაკუთრებით კრიტიკული მედია ორგანიზაციები დგანან. დღეს შეხვედრის დასრულების შემდეგ მოვისმინეთ შეფასებები, რომ ქართულ საზოგადოებას გასაკეთებელი აქვს არჩევანი იმპერიალისტური ზრახობის მქონე რუსეთსა და ევროპულ ღირებულებებს შორის, რადგან ეს არჩევანი ევროპას საქართველოს მიმართებაში უკვე გაკეთებული აქვს. მას სურს საქართველო იყოს მასთან, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი. ასეთია გზავნილები დღეს ბერლინიდან. მწვავე იყო ასევე დღეს განცხადება ტომას ჰაკერის, რომელიც მოქმედი დეპუტატია ბუნდესტაგის, ის წარმოადგენს და არის წევრი საკანონმდებლო ორგანოს კულტურის და მედიის კომიტეტის და ის მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, რომ ისი ევროპული არჩევანი დაიცვას და ამ არჩევანის დაცვის გზაზე მნიშვნელოვანია მედია გარემო, როგორი იქნება. დღეს შეხვედრა მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა გერმანულ მხარეს და ასევე ქართული მედია ორგანიზაციების, კრიტიკული მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის და ახლა შეგიძლიათ მოვისმინოთ განცხადებები, რომელიც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ფორმულასთან გააკეთეს. სამწუხაროდ საქართველო მეტად წარმატებული იყო. გაცილებით დამაზიანებელია, როცა გარემო, რომელიც დემოკრატიული ხდებოდა, ახლა უკუსლას განიცდის. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ოპოზიციური მედია მძიმეზე წოვას განიცდის. დაკავებულიც კია ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც გარედან ჩანს, ესაა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ და მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მისი მიღება, ახლა საქართველომ უნდა შეასრულოს 12-ვე პუნქტი, მათ შორის ერთ-ერთი თავისუფალ მედიას ეხება. იმედი მაქვს, ხელისუფლების პოლიტიკა შეიცვლება. ძალიან ბევრი მსგავსება 2000-იანი წლების პუტინის რუსეთთან. გვესმის, რომ ფარული ბრძოლა რუსეთთან უკვე მიმდინარეობს. რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო, იქნება თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ხალხით, ღია საზოგადოებით, ევროკავშირის ფარგლებში, დიახ, ევროკავშირს ეს უნდა. ჩვენ ველით საქართველოს. მეორეს მხრივ ხელისუფლება და ერთი ოლიგარქი მიაკაჩება ქვეყანას რუსეთში. ეს იმის საწინააღმდეგოა, რასაც ჩვენი დემოკრატია ითვალისწინებს. თუკი საქართველოს სურს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე იყოს, ჩვენც გვინდა დავეხმაროთ. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ერთის მხრივ კანონის უზენაესობას და მეორეს მხრივ მედიის თავისუფლებას. შეუძლებელია ევროკავშირისკენ სვლა, თუკი ხელისუფლება ადანაშაულებს მედიის მფლობელებს, ადუმებს მედიას, ჟურნალისტებს კი ციხეში უშვებს. ესაა მცდარი გზა საქართველოსთვის. რამდენადაც ვიცი, ევროპარლამენტი აკვირდება ამ საქმეებს და მათ მიღმა პოლიტიკური საფუძველი დაინახა. ამ ბრალდებებს გამართლება არ აქვს. უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი. თუკი ერთი პუნქტი მაინც არ შესრულდება, დანარჩენები წარუმატებელი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ღირებულებებისთვის. ჩვენ შეგვიძლია მხარი დაგიჭიროთ. ვისაუბროთ იმაზე, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი. როგორ მუშაობს მედიის თავისუფლება? ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, თუმცა ევროპულ ქვეყნებთან ერთად უნდა იდგეს ხელისუფლებაც. ტელეკომპანია მთავარი და ნიკა გვარამიას საქმე, ასევე ტელეკომპანია ფორმულა, მისი დამფუძნებლის საქმე და ტელეკომპანია პირველი და ასევე მისი მფლობელების სასამართლო დავა. ეს იყო მთავარი საკითხები და კონკრეტული საქმეები, რომელზეც დღეს დახურულ კარს მიღმა ლაპარაკობდნენ ბუნდესტაგში. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანელი პოლიტიკოსები, მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, ასევე ანალიტიკური სფეროს წარმომადგენლები, ქართული მხარიდან კი კრიტიკული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამ შეხვედრაზე, რომლებმაც
მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოში აქვს მედიას და რომელიც გამოსასწორებელია თუ კი ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, მე-7 პუნქტი ითვალისწინებს სწორედ ამას. დამოუკიდებელ მრავალფეროვან მედია გარემოს და კანონის უზენაესობას მედია მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა გერმანელების მოწვევით და როგორც ჩანს მათი ინტერესი იყო სწორედ ის, რომ პირველ წყაროსგან და ასევე დამკვირვებლებისგან, მედია გარემოს დამკვირვებლებისგან შეეტყოთ ის ინფორმაცია, რაზეც ისინი კითხულობენ თქვა სხვადასხვა ანგარიშებში და დღეს მათ ასეთი ინფორმაცია მიიღეს. ბერლინში ქართული მედიის შესახებ შეხვედრები იმართება საქართველოს რეფორმების ასოციაციის და ასევე თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის ორგანიზებით და შეხვედრები ბუნდესტაგში ხვალაც გაგრძელდება. მადლობა ქეთი, ეს ქეთი ნადიბაიძე იყო ბერლინიდან. ნაციონალური